საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილი გავრცელდა. სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიდ გულის ტკივილს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად გამორჩეული პირველ იერარქის, მრავალმხრივი განათლების მქონე, ქრისტეს დაუღალავი მსახურის, ალბანეთის ეკლესიის განმაახლებლის, აღიარებული თეოლოგისა და მშვიდობის მყოფელის, სოციალური, საგანმანათლებლო, საგამომცემლო, ახალგაზრდული და სხვა ცენტრების დამაარსებლის, ეკლესია მონასტერთა მაშენებლის, ეკლესიათა შორისი ურთიერთობების აქტიური მონაწილის, მრავალი უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორისა და საერთაშორისო ჯილდოთა მფლობელის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დამსახურებებისა, რაც მან აღასრულა უფლის სადიდებლად. ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელო და სამონოზვნო დასს, მთელ ალბანელ ხალხს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია უნეტარესი ანასტასიოსის ხსოვნა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავის სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო მის სამწყსოს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, 29 იანვარი 2025 წელი.